ბევრი მიმიც გავცელდა ჩასვეს მადუროს ადგილზე ივანიშვილი. პირველ დღეს ანუ თავის თავზე მიიღო, გაგიჟდა, რომ აი შეიძლება მეც ეგრე მომიტაცონ. ის ხედავს მტრებს ყველგან საკუთარ გარემოცვაში, ხალხში, ახლობლებში. დაუშვათ ერთ ნახევარი ვერტფრენი შემოფრინდა. ბიძინას არ ჭირდება 100 და 200 ვერტ. ვინ უნდა გაუწიოს წინააღმდეგოდ? წერილები, რაც იწერებს გიჟური წერილები. შათირიშვილი არის ეკა ხვედელიძე. მადუროს ცოლთან თუ გავაკეთებთ ზუსტად ერთი-ერთში არის დამიჯერეთ. ადამიანი არის გატაცებული შამანებით, მჩხიბავებით და ამათ შეუძლიათ ჩემი სიკვდილით ასე დაგეგმონ. იყო ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი. ჯანგველაძის ადგილზე გააიგივა თავისთავი. ინდონეზე ეჭვებში ჩამხჩვალი ადამიანია, რომ ვაი თუ ვინმეს მოუნდეს ჩემი მოკლა. ანუ რას ამბობ, რომ ლილუაშვილს აქვს კომპრომატები ვიზზე? ნახევარ ქოცების ელიტას ავადმყოფური გადახრები აქვს. მარტივად რო ვთქვათ, ჟარგონით გააბანძა, ბოლომდე გადაუარა. გომელაური მეუბნება, რომ პატრულებსო მე პოლიცია თუ არ აღვიქვაო, კაცო ეგენი არიანო. აი ეს ძაღლი გაცილებით ძვირფასი არის, მათ შოქვია ამ ძაღლს, გაცილებით ძვირფასი არის ბიძინა ივანიშვილის ვიდრე ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე. კალაზე თავისი გაჭირვება ეყოფა, რომელიც წკაპდა ერთ წამში გაცამტვერდება მისი ავტორიტეტი. ეს არის პოლიტიკის წარმართვის მთავარი იარაღი, ჭორები. ამავდროულად სხვა ადამიანს ავალებდა გრიგოლ ლილუაშვილის მიყურადებით. Okay. გვირო ბიძინა ივანიშვილმა გამოზარდა ბევრ კაციჭამია ვირთხებში, ყველაზე ძლიერი კაციჭამია ვირთხა. ივანიშვილი არ პასუხობდა მის ტელეფონს. თორნიკე რიჟვაძე ეგრე 9 საათი იდგა კარების წინ და ელოდებოდა ბიძინა ივანიშვილს და ბოლოს მიხვდა, რომ აჩიაშვილის ციხეში ცემის კადრებიც ხელიდან ხელში გადადის. სად ამოყოფს ეს კადრები თავს და სად ივაჭრებს ამ კადრებით. ბიძინა ივანიშვილი გაცამტვერდება. ადგილი აღარ დარჩება, დანის ჩასარტყმელი ადგილი ყველა რო დანები დაირაზმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მოგესალმებით, ჩვენ დავბრუნდით მცირე პაუზის შემდეგ. ეს არის პლატფორმა მისმინე, მე ვარ ეკა კვესიტაძე და თქვენ უყურებთ გადაცემას აქცენტები. მოკლედ, რა ხდება ერთი ფსიქოპატი დიქტატორის თავში, როდესაც ხედავს თუ როგორ ამთავრებს კარიერას მეორე ასევე ფსიქოპატი დიქტატორი. მოკლედ, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება აღექვა ივანიშვილის მძიმედ პარანოიდულ ფსიქიკას, მადუროს დაკავება და ამერიკელების სპეცოპერაცია ვენესუელაში. ამ თემაზე სასაუბროთ მოვიყვანეთ გიორგი მუხიგულაშვილი. გიორგისთან ჩემი ინტერვიუ აღმოჩნდა ყველაზე ნახვადი პოდკასტი ჩემ პოდკასტებს შორის და რადგან თემებიც დაგროვდა, ბევრი ძალიან საინტერესო თემა გადავწყვიტე, რომ მასთან ისევ ჩამეწერა ინტერვიუ. გიორგი, მოგესალმები, მადლობა რომ ხარ ჩემთან ერთად და ბევრი თემა დაგვიგროვდა, რაზეც შეგვიძლია მოკეთ ვისაუბროთ და გავაანალიზოთ შეძლების დაგვარად. ბევრი მაყურებელი ელოდებოდა ამ ინტერვიუს, იმიტომ რომ მითხრეს კიდევაც, რომ როდის ჩავწერდით, ასე ვთქვათ, მეორე სერიას. და როგორც ვთქვი, ბევრი თემა დაგროვდა, განსაკუთრებით საინტერესოა ის, რაც ვთქვი დასაწყისში. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი პარანოიდული აზრების მქონე ადამიანი და მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ ავტორიტარზე, ძალიან მძიმედ აღიქვამს იმას თუ რა ხდება, მაგალითად სხვა ქვეყანაში, როგორ ექცევიან სხვა ქვეყნის ავტორიტარს და მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ ივანიშვილზე, რომელსაც აქვს ეს პარანოიის ბოლო ეტაპი, როგორც ჩვენ ერთ გადაცემაში განვიხილეთ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად და მას ყველაფერი გონია, რომ ის წინააღმდეგ არის მთელ მსოფლიოში და ამას უკვე ვისმენთ და ვკითხულობთ რამდენი წელია, ხო? და აი ბევრი მიმიც გავცელდა ჩასვეს მადუროს ადგილზე ივანიშვილი და აი ეს კადრი რო ნახოს ივანიშვილმა, რა რეაქცია შეიძლება ქონდეს თქვენი აზრით? ბიძინა ივანიშვილი, როდესაც რაღაცას ეჭვობს, აი მუდმივ რო ძინავს, მაშინაც ეჭვებში იხჩობა და მე იღვიძებს და ცდილობს თავისი ეჭვების გამართლებას, რომ ის თუ დღეს შეცდება, შეიძლება შეცდომა დაუშვას და დაკარგოს მმართველობა. რომ აი იცი რა არის, აი ეკა წარმოვიდგინოთ ბიძინა ივანიშვილი
დაკარგული მართლობით, ხო? ეს ხო არის კატასტროფა, ეს არის საშინელება მისთვის, ხო? პირველ რიგში ეშინია ქართული ოცნების გუნდის. ნაციონალური მოძრაობის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ნომერ პირველი ნაცი. უბრალოდ პარტიაში არ მიიღეს. პარტიაში არ მიიღებენ, თორე დღესაც დიდი სიამოვნებით მივა პარტიაში და გაწევრიანდება. აი, რადონესაც კომიკურად არ უნდა ჟღერდეს, ბიძინა ივანიშვილი არის ნომერ პირველი ნაცი. მაგრამ რა არის, იცით? აი, ქრონოლოგიურად მოვყვები. ბიძინა ივანიშვილს ეშინია 4ჯერ შეცვალა ქართული ოცნების გუნდი, ხო? ერთი ვოლსკი გადარჩა ძველებიდან, მეტი რა ვერ ვიხსენებ მეტს, მაგრამ ბიძინას ეშინია პირველი პარლამენტარების, რომლებიც მერე გადაიკიდა სამტროდ, მეორე პარლამენტის, მესამე პარლამენტის წევრების ბიძინას ეშინია ძალიან ბევრი ადამიანის. მაგრამ იცით რა არის, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლება დაკარგული, ეს არის კატასტროფა მისთვის. მაგას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება გადააბარო პატიოსნად ხელისუფლება და შენ დარჩე რიგით მოქალაქედ. ვერ წარმოუდგენია, იმიტომ რომ იმდენი სიბინძური აქვს გაკეთებული მაგ ადამიანს. იმდენი სიბინძურე, რომ თავისივე სიბინძურის ტყვე არის, თავის პლუს დამატებული ეჭვებით. ეხლა პატარა შესავალს გავაკეთებ. რატო მივიდა ბიძინა ივანიშვილი ამ შიშების წინაშე რატო დადგა? 2017 წლიდან დაიწყო საქართველოში ეგეთ ზაზა სარალიძის აქციები, რასაც შეუერთდა მერე მალხაზ მაჩალეკაშვილი. ბიძინა ივანიშვილი როდესაც უყურებდა ორ მართალ კაცს, რომლებსაც ერთს შვილი მოუკლეს, ტყუილა უბრალოდ და მეორეს შვილის მკვლელობის საქმე გაუყალბეს, იმიტომ რომ იქ იყვნენ მაღალჩინოსნები ჩართული და კონკრეტული ინტერესებს ემსახურებოდა ზაზა სარალიძის შვილის საქმის გამოძიება, ხო? ბიძინა ივანიშვილმა ნახა ხალხის პროტესტი, მოძლიერებული ოპოზიცია, სიმართლეს დაეჯახა პირისპირ, მაშინ პირველად და გადაწყვიტა წელში მოხრილი ქართული ოცნების გუნდისთვის, ანუ რა გააკეთა, იცით რომ ზაზა სარალიძეს ხელი არ შეუშალა თავის პროტესტში, იმიტომ რომ ზაზა სარალიძეთი მოეშორებინა ქართულ ოცნებაში მისთვის არასასურველი ადამიანები, მაგრამ იმასაც ვერ დაუშვებდა ზაზა სარალიძე ყოფილიყო სიმართლის მედროშე და ამიტომ მაშინ შეიქმნა პირველი ტროლების ქარხანა. რასაც აი სხვათა შორის ზიზღის ენა და აი ეს Facebook-ზე და სოციალურ სივრცეებში პირველად მაშინ შემოვიდა ეს ქართული ოცნების აგიტატორების დაგეშვა და მე მისევა ოპოზიციურად ან საწინააღმდეგო აზრის მატარებელი ადამიანებისთვის, რა და ამ ადამიანმა ეს ყველაფერი რო შექმნა აპრიორი თავის საწინააღმდეგოდ. მისი იდეა იყო ისე? ივანიშვილის იდეა იყო, რომ შექმნილიყო ტროლების ქარხანა, რაც იქნებოდა მერე მოსახლეობის მიმართ, აი როგორ იცით, რომ ვინმე, აი წესიერი ადამიანი როგორც კი გამოჩნდებოდა პოლიტიკაში, ხო? მაშინვე ის წესიერი ადამიანი ტროლებით განადგურდებოდნენ. აი მაგალითად, შემოდის ტროლი, დაგიწერს რაღაც სალანძღავს სიტყვას, პასუხი რო გასცე, ის აღარ აქცევს პასუხს. და ბიძინა ივანიშვილმა შექმნა რა, ზაზა სარალიძეთი მოიშორა კვირიკაშვილის მთავრობა ბოლომდე გაწმინდა, მაგრამ არ დაუშვა, რომ ზაზა სარალიძე მთლად მართალი ადამიანი გამოსულიყო და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვახსოვს, ხო, ზაზა სარალიძეს და მაჩალიკაშვილის მიმართ რა დონეზე დიდი ზიზღის და ბულინგის პროპაგანდა იყო ქართული ოცნების მიმდევრების სექტაა და მიმდევრებს მაგიტომ უწოდებ, მიმდევრების მხრიდან. და ბიძინა ივანიშვილი ხვდება იმას, რომ ხვალ რომ მას ფეხი გადაუბრუნდეს, ხო, ზუსტად ეს ტროლები, ბოტები, ქართული ოცნების მიმდევრები, ქართული ოცნების აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს რაც არის, ზუსტად მის საწინააღმდეგოდ იქნება. თქვენ რა გონიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რომ გამოძიება დაიწყოს, ერთ ადამიანს დამისახელებთ, რომელიც მაგალითად წინა მთავრობის დროს გენერალი ჩაჯდა და 12 წელი ისე მოიხადა, ხმა რა მოუღია და ძალიან ბევრი ადამიანი ეგრე მოიქცა, რომლებიც 10-12 წელი ციხეში მოხვდნენ და ხმა რა მოუღია. ვინ გონიათ, რომ ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გულისთვის თუნდაც 16-17 დღე მოხვდება ციხეში, ხო? ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ეს. და იცით რა არის მერე, ანუ ამ ადამიანს დაუმახინჯა ფსიქიკა გარემოებამ.
გარემოებამ, იმიტომ რომ ქართველებმა არ ვიცით პირში თქვა სიმართლის. და რატომღაც თუ ადამიანს აქვს დიდძალი ქონება, ყველა ადამიანი თავს უქნევს ბიძინა ივანიშვილს და დაუმახინჯა უცებნაშოვმა ფულმა, რომელიც რაღაც სულ რამოდენიმე წელიწადში ძალიან დიდი ოდენობის ქონების ფლობელი გახდა ბიძინა ივანიშვილი და დაუმახინჯა თვითონ ქართული ოცნების ყოფილმა წევრებმა, იმიტომ რომ ყველაფერზე დათანხმება ადამიანს აგიჟებს და ზუსტად ეს გიჟი გვაზის ახლა დღეს თავზე, რომელიც ხო, თუმცა მე პირიქით ვიტყოდი, რომ ის თავიდანვე ჩემი ღრმა რწმენით ფსიქოპატიური ბუნების იყო და შესაბამისად მისი ძალაუფლებაში მოსვლაც, სისტემის შექმნაც, კონტროლის სისტემის აწყობაც და ეს ყველაფერი ძალიან ერთ-ერთში ჯდება, როგორ მოქმედებს ფსიქოპატი ავტორიტარი და ნებისმიერი ავტორიტარი არის ფსიქოპატი. ანუ და ნებისმიერი დიქტატორი არის ფსიქოპატი. არ არსებობს ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც შეძლებს რომ ჩაიდინოს იმდენი სისასტიკე და ისეთი რეპრესიები მოაწყოს, როგორც აწყობენ ავტორიტარები და ამიტომ მათი ბუნება არის ძალიან განსხვავებული, მათ არ აქვთ ემოციები, არ აქვთ ემპათია, ისინი ძალიან მდგრადები არიან სტრესის მიმართ და შეუძლიათ წარმოუდგენელი манипуლირება ადამიანების. და ეხლა როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ის არის ეხლა ძალაუფლების დაკარგვის ფსიქოლოგიის ეტაპზე, როცა ძალიან ეშინია და მისი გარემოცვის სხვა წევრებიც ამბობენ, რომ მისი პარანოია გაიზარდა მაშინ, როდესაც იგრძნო, რომ შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს და ამ ძალაუფლების დაკარგვას ეხლა რა ხდება ფსიქოპატის ტვინში ამ დროს. ის გადადის თავდაცვაზე, მერე შეტევაზე, მერე განადგურებაზე. ამ პიკში ეხა ივანიშვილი, როდესაც ის ხედავს მტრებს ყველგან საკუთარ გარემოცვაში, ხალხში, ახლობლებში და საკუთარ თავშიც კი, მაგრამ აი როგორ ფიქრობ, რადგან იცნობ მას კარგად, როგორ შეიძლებოდა აღექვა ადამიანს, რომელიც ყველაფერში საფრთხეს ხედავს, ყველგან საფრთხეს ხედავს, აი მადუროს დაკავება ამერიკის მთავრობის მიერ. აი ბიძინა ივანიშვილი თავის ეჭვებში ცურავს დღისით, ღამით, სიცოცხლის ნებისმიერ დროს. და აი სიზმარშიც მათ შორის და ნახეთ რა ხდება აი მადუროს ამბავზე, ხო? იცით რა არის პირველი რასაც მადუროს დაუკავშირებდა ეს თავისთავი იქნებოდა, იმიტომ რომ ყველგან შეთქმულების თეორია ელანდება ამ ადამიანს, აბსოლუტურად ყველაფერში. თან წარმოიდგინე, თან როგორია ტარდება წარმოუდგენელი სიზუსტით, თვითონ თავისთავად ოპერაცია ბრწყინვალეთ და იტაცებენ კაცს. ნახეთ რა ხდება, დაუშვათ, რომ ეხა იქ 150 ვერტფრენი იღებდა მონაწილეობას და დაუშვათ 1.5 ვერტფრენი შემოფრინდა. ბიძინას არ ჭირდება 100 და 200 ვერტფრენი, 1.5 ვერტფრენი შემოფრინდა. ვინ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა? თქვენ ხვდებით, თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა მაგაზე არ ფიქრობს? ვინ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა? ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ აი ძალოვნები, ვის იმედი უნდა ქონდეს? ლილუაშვილის იმედი მართლა არ ქონდა, არც გომელაურის იმედი არ ქონდა. სხვათა შორის გომელაურის განათლებაში მუდმივად ირონიით მოიხსენიებდა ხოლმე ბიძინა ივანიშვილი და ლილუაშვილს მეტნაკლებად ირონიით, მაგრამ ცოტა ფრთხილობდა ხოლმე ლილუაშვილთან მიმართებაში. მაგრამ რა ხდება, იცით? ჩვენ ვნახეთ, რომ არც გომელაურს, არც ანზორ ჩუბინიძეს, არც ლილუაშვილს არ ენდობოდა ბიძინა ივანიშვილი. დადგა და ბრონირებული შუშებით და ბადეებით დაიწყო ხალხთან შეხვედრა. ანუ ქვეყანაში რო ცხოვრობ და შენ ბრონირებული შუშა გჭირდება ხალხთან სალაპარაკოთ, ეს არის მართლა სიგიჟის პიკი არის და მე არ მგონია საქართველოში არსებობდეს ფსიქიატრი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზუსტ დიაგნოზს დასვავს, იმიტომ რომ ადამიანი არის გატაცებული შამანებით, მჩხიბავებით და 1000 სისულელეებით, ხო? ეს არ გვინდა ჩვენ რო ვაღიაროთ რა და ბიძინას პირდაპირ ვინმე დაუპირისპირდეს. მაგას ვერავინ ვერ ბედავს, მაგრამ ჩვენ ხო ყველაფერი კარგად ვიცით, ხო? ეს შამანებით მისი გატაცება ლეგენდაა თუ ნამდვილად გინახავთ თქვენ? არა, მე ჩემი თვალით მინახავს, მაგას ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ მე ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ
3 წლის განმავლობაში მის ირგვლივ გატარებული დროც საკმარისი არის იმისთვის, რომ თუნდაც დაცვასთან მესაუბრა, თუნდაც ახლო ნათესავთან და თუნდაც ბოლოს და ბოლოს უახლოეს მეგობართან, რომლებიც ბიზნეს, აი როგორ გითხრათ რა, ბიზნეს უყურებენ ერთ სახელფასო ბარათად, მეტი არაფერი. იმდენი ზიზღი აქვს ადამიანის, რომ ბიზნა ივანიშვილის სახლიდან გამოსული, ხო, აბსოლუტურად ყველა იღებს ტელეფონს, რეკავს და ჭორავობენ რა. ხო და ჩვენ მე გამიგია ძალიან რამოდენიმე ფაქტი და ადამიანი რომელიც და მე გამიგია როგორ არის იცით ბიზნეს სახლი რო არის აშენებული სოლოლაკში მაგის დამპროექტებლის მოსაზრება მაქვს დაკითხული რომელიც ისე არის დაპროექტებული შუშების დახრით და რაღაც ფიზიკის კანონებით რომ რაღაც უარყოფით ენერგიას ირეკლავს ეს სახლი და ნუ რაღაც სიგიჟეები აი მართლა გეუნები ეკა როდესაც ერთი 10 წუთი მოусმინე ადამიანს გავჩერდი იმიტომ რომ მართლა არ მინდოდა ის დამეჯერებინა რასაც დღეს ვერ იჯერებს ქართველი ხალხი. რა იყო ესეთი დაუჯერებელი? რაღაც შეთქმულების თეორიებით, უარყოფითი ენერგიებით და რაღაც სისულელეებით აქვს ის სახლი გათვლილი, რომ აქ სახლში თუ მე ვიცხოვრებ, აი ეს შუშის 45%-იანი დახრა ირეკლავს უარყოფით ენერგიას და ახშობს რაღაც გარე ძალებს და რაღაც ძალიან დაწერილი ნახეთ? კი, ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი და მე ადამიანი დიდი აჟიოტაჟით მიყვებოდა, რომ აი ბიზნეს ესეთი სახლი აქვს, რომელიც უარყოფით ენერგიებს განირიდებს, განაგიდებს, ის ხიტავს თუ რავი როგორც არის რა. ხო და აღმოჩნდა ეს ადამიანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა 90-იან წლებშივე ჩაუყარა თავის ავადმყოფურ აკვიატებებს საფუძველი წარმოიდგინეთ რა და ბიძინამ რო გაიხედოს, გამოიხედოს, არც მაშინ და არც ეხლა აი სისხლით ნათესავი ადამიანიც არ აყავს, რომელიც იქნება მისთვის დასაყრდენი ადამიანი. წარმოგიდგენიათ? აი სულ რომ საკუთარი უახლოესი ნათესავი იყოს, ის ადამიანი ზურგში დანას ისე ჩაარტყავს, თვალს არ დაახამხამებს. და თქვენ რა გონიოთ? მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე ახერხებს, რომ ყველა გააკონტროლოს, ყველაფერი გააკონტროლოს. და რის ხარჯზე ახერხებს ამას, ეს არის საინტერესო და რა არის მისი სუსტის წერტილი, საიდანაც შეიძლება გაჩნდეს კი, საიდან შეიძლება გაჩნდეს ბზარი ამ სისტემაში. მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით და დავიწყოთ იმით, რომ კი, ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა ძალიან სერიოზული ეჭვიანობა ყველა პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომელთაც ჰქონდათ რაღაცა დამოუკიდებელი რეიტინგი, მისგან დამოუკიდებელი რეიტინგი. და კვირიკაშვილი ახსენე და ზუსტად ანუ ძალიან ბევრი წყაროსგან ვიცით რომ აცოფებდა ის რომ კვირიკაშვილს ამერიკაში კარგად იღებდნენ და თავისი რეპუტაცია ჰქონდა ამერიკაშიც და ევროპაშიც და ასე შემდეგ და ყველაფერს აკეთებდა და რომ მოეშორებინა ეს ხალხი ხა გვახსოვს რა მიზეზით მოიშორა კვირიკაშვილი ხო აგერ იუნისეფის მოხსენებაში წერია რომ ბავშვები შიმშილით კვდებიანო მაგრამ არასოდეს მას არ უდგამს ისეთი რადიკალური ნაბიჯები, როგორც გადადგა მას შემდეგ, რაც კობახიხიძე გახდა პრემიერი, ხო? ის იშორებდა კვირიკაშვილის ნაირ ტიპს, გახარიას ნაირ ტიპს, რომელიც არ ყოფილა მაინდა-მაინც, აი მისი უახლოესი გარემოცვის, ანუ ქართუს ჯგუფის და მისი მომსახურე პერსონალის ნაწილი, ხო? იმიტომ რომ ეს მომსახურე პერსონალი დააწინაურა მან სხვადასხვა თანამდებობაზე. მაგრამ კობახიძის გაპრემიერების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ აი მასობრივი იერიში მიიტანა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მანამდე ითვლებოდა მის მთავარ საყრდენებად და ყველაზე ლოიალურ და ყველაზე ერთგულ მსახურებად, ხო? ამ შემთხვევაში გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი. და ფარცხალაძესთან მინდა კიდე ცალკე ვილაპარაკოთ ფარცხალაძე რომანოვზე. მაგრამ მანამდე აი მოდი აი ვილაპარაკოთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავაანალიზოთ ამასთან ერთად კობახიძის ფიგურაც ხო და მათი ურთიერთობა ერთმანეთთან. ჯერ რა იცი ამ ურთიერთობებზე, აქედან დავიწყოთ და მე გავაგრძელოთ. იცით რა არის? წელიწად ნახევრის წინ გავაღვიძოთ ბიძინა ივანიშვილი. გაიღვიძა და ნახა რომ ქვეყანა თავზე დაემხო, თავისივე გარემოცო არიან ძალიან დიდი ქონების პატრონები.
ვერ აკონტროლებს ვერაფერს, იმიტომ რომ ამათ დიდ ფულთან ერთად გაეხსნა ძალიან დიდი მადები, როგორ და ბიძინა ივანიშვილი ხვდება იმას, რომ მაგალითად მის ქალაქში კლავენ ადამიანს, რომლის მკვლელობის დაგეგმვაზეც 6-7 თვე იცოდა მისმა ერთგულმა ჭალებში ადამიანებმა და ბიძინა ივანიშვილმა აი საუბრის ჯანგველაძეზე ვლაპარაკობთ. და ბიძინა ივანიშვილმა საუბრის დასაწყისში თქვი, რომ ჯანგველაძის ადგილზე გააიგივა თავისთავი. ინდონეზე ეჭვებში ჩამხჩვალი ადამიანია, რომ ვაი თუ ვინმეს მოუნდეს ჩემი მოკლა, ეს ადამიანები მასზეც გაჩუნდებიან. აი ეს ხალხი ხა ვინც არის, ვინც იცოდა ჯანგველაძის კვლელობის დაგეგმვა, ჩამოვიშორო, იმიტომ რომ ამათ აქვთ ფული, ძალაუფლება და ამათ შეუძლიათ ჩემი სიკვდილით ასე დაგეგმონ. იყო ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, შეიძლება ყოფილიყო, აი ეს ამგვარი გაანალიზება ამ ფაქტის ივანიშვილისთვის, რომ იერიში მიეტანა ამ ხალხზე. არასწორი ფორმულირება არის და ნახეთ როგორ არის ჩემი აზრით სწორი. გარე ძალებს რომ ზდომებოდათ ბიძინა ივანიშვილის მოშორება, ეს ადამიანები ისევე გაჩუნდებოდნენ მაგ საკითხზე, როგორც გაჩუნდნენ ჯანგველაძის მკვლელობის ამბავზე. ბიძინა ივანიშვილმა თავისთავზე მიიღო, თავისთავი წარმოიდგინა მაგ სიტუაციაში. ხო, ეგ თქვი მე. თავისთავი წარმოიდგინა ეხლა მადუროს სიტუაციაში. თავისთავს უყურებს ეხლა ირანში რაც ხდება. კარგი, ნუ ამერიკის ჩართულობა იყო მადუროს საკითხში, მაგრამ აიათოლას საკითხში ამერიკის ჩართულობა ხო არ არის. ხალხი გამოვიდა იქ და შიმშილმა გამოიყვანა ხალხი იქ. მანდაც ხო ვერავინ ვერ იტყვის, რომ არიქა ამერიკული რაღაცა სადაზვერო სამსახური მუშაობს. ხალხი გამოვიდა უსამართლობის გამო, გამოვიდა გაძვირებული პროდუქტების გამო და შიმშილის გამო. და ხედავს, რომ ერთეული ოჯახები მდიდრდებიან და მილიარდელები გახდნენ და მას ისევ მშიერი აქვს კუჭი. რაც ხდება საქართველოში. და იცით რა არის? აი იმდენად უნებისყოფო ადამიანია, ნებისყოფ არ გააჩნია რა და იმდენად უნებისყოფო ადამიანია, რომ რაღაცას გადაწყვიტავს და ბოლომდე ვერ მიყავს. იმიტომ რომ აი ბოლომდე რომ კორუფციასთან ბრძოლა ჭალებს. ბოლომდე მიიყვანა ამ ქვეყნის განადგურების საქმე ძალიან თანმიმდევრულად მიიყვანა ბოლომდე დიდი ნებისყოფით ჩემი ღმერთმენი. ეგ მაგაში ვერ შეგეკამათები, მაგრამ მე უფრო პოზიტიურად ვფიქრობ, ანუ პოზიტიურ საკითხებში, რომ მაგალითად ქვეყანაში აღარ არსებობს სოფლის მეურნეობა, წარმოება აღარ არსებობს, ასანთის ღერს ვერ ვაწარმოებთ საქართველოში. წარმოება არ არსებობს, სოფლის მეურნეობა არ არსებობს, თავდაცვა არ არსებობს, პოლიცია ხო აღარ არსებობს და იცით რა არის, აი ერთ საკითხს გავიხსენებ რა, ნახეთ, უფრო აი პოლიციელებისთვის გასაგებად მინდა ეს საკითხი ჩავშალო. რახან პოლიციას მივადექი. ბიძინა ივანიშვილმა მთავრობა როდესაც გადმოიბარა, მან დაინახა წელში გამართული ღირსება აღდგენილი ღირსეული პოლიცია, რაც მისთვის იყო ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ბიძინამ დაიწყო ეგეთი ჩუმჩუმი ქმედებები, რომ დანიშნა ჯერ ჭიკაიძე მინისტრად, რაც იყო ყოვლად სასაცილო და ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას მაგით. მერე დაიწყო ჭიკაიძეს ძალიან დიდი უფლებები მისცა და ჭიკაიძე პოლიცია პირად დააცვათ, პირად ექსკორტად და რესტორნებთან აყენებდა პოლიციელებს და რესტორნიდან გამოსულ ქოცებს ექსკორტირებას ახდენინებდა პოლიციელებზე და ღამეებს ათენებდა პოლიცია რესტორნის წინ, რომ რომელიმე ქოცი როდესაც ქეიფობდა რესტორანში, მშიერი კუჭით გარეთ იდგა და იმ წვადის სუნით კვდებოდა და შიგნით უყურებდა ქოცს, როგორ გრიალებდნენ და ერთობოდნენ შიგნით. და იცით რა არის? აი ეს დაკნინება ნელ-ნელა ისე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დღეს მივიღეთ სრულიად განადგურებული პოლიცია. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ დღეს პოლიცია თავის საქმეს ასრულებს. და ნახეთ რა ხდება. 4 წლის განმავლობაში პოლიციას არ ჰქონდა ხელფასების მატება. და მაგალითად გიორგი მღებრიშვილი იძახდა, რომ 3 წელი იყო ის შინაგანსაკუთრებთა მინისტრი, რომ იცი რა არის პოლიციის ხელფასების მომატებაზე უარს მეუბნებიან. მე იმიტომ რომ ძლიერი პოლიცია არ უნდა, იმიტომ რომ ძლიერი პოლიცია წარმოშობს ძლიერ კომპრომატებს ქოცებზე.
3 წლის განმავლობაში 800-900 ლარი ქონდა პოლიციელებს და ნახეთ მე რა ხდება მოდის შინაგან საქმეთა მინისტრად გახარია, რომელიც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პიარი იყო, იმიტომ რომ ღირეული ცვლილებები პოლიციაში ვერ განახორციელა. ანუ პოლიციის ცხოვრება ვერ შეიცვალა გახარიას მინისტრობის დროს და ისევ მერე ბრუნდება გომელაური. ეს პოლიციელი მაინც 8-9 წლის განმავლობაში აგრძელებს ცხოვრებას სესხიდან სესხამდე და ჩაიხრჩო პოლიცია სესხებში. ნახეთ მე რა ხდება, მაგალითად 2019 წლის 29 დეკემბრის საღამოს გავიხსენებ, როდესაც ვახტანგ გომელაურმა მთხოვა შეხვედრა მე გადაამოწმეთ და თუ უარყოფს გაბედოს ერთი უარყოს სად ვიპოვოთ? ის გითხარი და გადავამოწმებთ. ეხლა სად არის გომელაური? გადაამოწმეთ და თუ უარყოფს ერთი გაბედოს და როგორ უარყოფს, როდესაც მასთან ავედი სამინისტროში, ის კაბინეტში დავჯექით და ვსაუბრობდით და განვიხილეთ რამდენიმე თემა. განვიხილეთ მე მქონდა ძალიან ბევრი პრობლემები შექმნილი და მას პრეტენზიებით მივმართე, რომ იცი რა არის პრობლემებია ქვეყანაში, პრობლემებია შენ სტრუქტურაში და ეს ყველაფერი წარმოშობს პრობლემებს, რომელ პრობლემებიც მე მეჯახება. და ან გადაწყვიტე, ან რა ვიცი, რაც გინდა ის გააკეთე მეთქი და აი ესე მოვყევით საუბარს, სხვათა შორის ძალიან არ მიყვარს პირადი საუბრების ესე აფიშირება, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ აი უბრალოდ მინისტრი კი არა, ანუ აი როგორ გითხრათ რა, ანუ მღებრიშვილი გამოდიოდა ბალასტს ეძახდა პოლიციას. გახარია კიდე პიარ ჯგუფით რაღაც დადიოდა, მატრაკვეცობდა რაღაცეებს და საბოლოო ჯამში შედეგს ვერ დებდა. მერე გომელაური მოვიდა მინისტრად და პოლიციელებმა რომ იმედის თვალით შეხედეს, რომ გომელაური რაღაცა შეცვლიდა, გომელაური მეუბნება, რომ პატრულებსო მე პოლიცია თუ არ აღვიქვა, კაცო ეგენი სირები არიანო, ამას წინათო ჩემცოლსო სახლამდე გამოყვრენო და სიმთვრალეზე გადაამოწმესო რა და როგორ შეიძლება მაგათო პოლიციელები უწოდო პატრული ინსპექტორებზე იძახი საპატრულო პოლიციაზე ვენაცვალეო მეო ჩემ კრიმინალური პოლიციის ბიჭებსო რაც გინდა დაავალე ადამიანს გააქრობენ და ისევ გააჩენენო რა და ჩემ გაოცება საზღვარი არ ქონდა ეხა როგორ შეიძლება მინისტრმა ოღონდ ცოტა მიწის დაჯერება რომ აი იმ პერიოდში გომელაურის ცოლი გააჩერა კი არა ნამდვილად მოხდა ეგეთი ფაქტი ყოჩახ მაგ პატრულს არ ვიცი წინაპირობა რა იყო მაგრამ ტაბახმელაში მართლა მოხდა ეგეთი ფაქტი მაგრამ ნახეთ რა ხდება და ნუ ეს ამბავი მოყვა იმას რომ მე ვთხოვდი რომ იცი რა არის მე შენთან სალაპარაკოთ ამოვედი ხო აი პოლიციის განყოფილებებში ნივთკიცების შენახვის ოთახი არ არსებობს პოლიციელებს მტვრიან ნივთკიცებებთან ერთად უწევთ ძილი და გაუბედურებულია მთელი ინფრასტრუქტურა და რაღაცა ქენი შენ თუ არ შეგიძლია მე მაქვს პროექტი და ამას მოგცემ მეთქი სამწუხაროდ დღესაც იგივე გრძელდება სამწუხაროდ პოლიციელებზე არავინ არ ფიქრობს და ეს პოლიციელები ფიქრობენ მხოლოდ იმაზე რომ თვიდან თვემდე გაიტანონ თავი კანონიერად უკანონოდ უბრალოდ გადარჩნენ და თავები გადაირჩინონ რა და დღესაც არ არის გამორიცხული რომ ზუსტად გომელაურის ლოგიკით და ზუსტად გომელაურის ენით გელაძეც საუბრობდეს ხო, ჩვენ ნახეთ, რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ამ თემას, რომ კობახიძეს გამინისტრების გაპრემიერ-მინისტრების შემდეგ ივანიშვილმა მოიშორა ყველაზე ერთგული ადამიანები, ხო, ვინც მოსდებდნენ მას წლები, როგორც პირადი დაცვა, ასე ვთქვათ, პირადი თანაშემწე და ასე შემდეგ, რა ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და გომელაური იყო მისი მთავარი ესეთ საყრდენები, კიდევ ერთხელ ვამბობ. და ესენი მოიშორა ძალიან ესეთი დიდი საინფორმაციო კამპანიის ფონზე, გაშავების ფონზე აჩვენა მათ მოპარული ფული, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ჟარგონით გააბანძა, ბოლომდე გადაუარა, ერთი არ დაიჭირა ღარიბაშვილის სახით, მეორე დაიჭირა ლილუაშვილის სახით, ასევე აღძრა საქმე ფარცხალაძის წინააღმდეგ, რომელიც მისი და ბერას ყველაზე ახლო გარემოცვის წევრი იყო, გომელაური საერთოდ
გომელაურის შესახებ, ხო, მისი სხვათა შორის სიმდიდრის შესახებ ცნობები ჯერ არ ვიცით, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება წინ იყოს, იმიტომ რომ ფსიქოპატებს ახასიათებთ, რომ მუდმივ შიში ამყოფონ. ეს არის მათთვის ყველაზე დიდი დასჯა, ვიდრე უშუალოდ დასჯა. აი, ამ გამიკეთე ანალიზი, რატომ მოიშორა ეს ხალხი? კარგით, რაღაცა ანალიზი რო გავაკეთოთ, ისე უკან უნდა დავუბრუნდეთ. მოკლედ, ბერა ივანიშვილი იზრდებოდა სოფელში, ჭორილაში და დიდად არ იყო კონტაქტური ადამიანი, იმიტომ რომ რაღაცა ვიწრო სამეგობრო ყავდა და რახან სოფელში იზრდებოდა და არ უწევდა ხოლმე დიდი ურთიერთობა გარეშე ხალხთან, მაშინ მამამის თხოვა, რომ ჩემთვის არის კალაძე კუმირი და იქნებ დაპატიჟო, რომ გამაცნო რა და მაშინ მოხდა მაგათი გაცნობა, როდესაც ბერა იყო ძალიან პატარა და კალაძეს პატივს სცემდა იმიტომ, რომ მაშინ კალაძე იყო ერთ-ერთი ვარსკვლავი ქართულ სპორტში. და 2013 წელს უკვე კალაძის მხრიდან მოხდა ბერას საზოგადოებაში ადაპტაცია. საზოგადოებაში არა, უფრო ეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან გასვენებებში სიარული, ფარცხალაძეს გაცნობა და აი ეს პერიოდი არის, როდესაც 2013 წელს ბერა უკვე უხეშად რო ვთქვათ, აითქვიფა ამ ხალხში. და ნუ იცით როგორ არის ბერა გამოდის საზოგადოებაში. საზოგადოებას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ვისთან გამოვიდა ყველა კრიმინალთან ირონიული კრიმინალურ საზოგადოებაში. ხო და იცით რა არის, მე ბერასთვის იყო ვინმე ავტორიტეტი ადამიანი, ბერასთვის იყო პატივსაცემი ავტორიტეტი, მოკლედ რა და აი ფარცხალაძე უკვე მაშინ უკავშირდება ბერას და მაგედან იქმნება ის, რომ ბერასთან მიდის საჩუქრები, ბერასთან მიდის დაპატიჟებები, ამა თუ იმ კურორტზე წასვლა, რაღაცა გართობა, რაც გრძელდება 2016 წლის ბოლომდე. 2016 წლის ბოლომდე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გახედა, რომ თავისი შვილი უკვე ძალიან ცუდ საზოგადოებაში იყო გახვეული და აი მე ჩემ წარმოუდგენელი არის რაღაც ვიღაც ქურდების გასვენებებში, ქურდების შვილებთან ერთად და აი ისეთ უცნაურ ხალხთან გამოჩნდა ბერა, რომ ნუ აი ჩემთვის მართლაც შოკის მომგვრელი იყო და ბიძინას გადაწყვეტილებით იყო, რომ ბერა იზოლაციაში მოხვდა და დაოჯახების შემდეგ წავიდა ქვეყნიდან. იმიტომ რომ და დაიწყო TikTok-ების ჩაწერა. კი და ბიძინას საოცარი TikTok-ები. და ბიძინას გადაწყვეტილების შემდეგ ბერა უკვე იზოლაციაში ხდება და ის რომ ანუ ბიძინა მიფიქრა რომ თუ ბერას მოვაცილებ ამ ხალხს, ეს ხალხი გაჩერდება და რაღაცა გაზ დაუწევს, მაგრამ ბერას მოცილებით ბიძინას შერჩა ხელში კლანებად ქცეული კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებთანაც პირდაპირ დატაკება და მათზე გამკლავება არც თუ ისე ადვილი იყო. და ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი და კლანად ქცეული ადამიანი ეს არის ოთარ ფარცხალაძე. რომელმაც ვერ გავიგე, ამიხსენი კარგად ბერას მოშორებით რას ნიშნავს? ანუ ბერა რო დარჩენილიყო, ბერა რო დარჩენილიყო რაღაცა კუთხით მამაზე ზემოქმედებას მოახდენდა, იმიტომ რომ ბერა არის ადამიანი, რომელზეც, ანუ ფარცხალაძე როდესაც ბერას სთხოვდა რამეს, ბერა წინააღმდეგობას ფარცხალაძეს ვერ გაუწევდა. ამიტომ ადგებოდა და მამამის ზემოქმედებას მოახდენდა, რომ რამენაირად დაენდო ფარცხალაძე. მაგალითად, თორე ისე ძალიან ბევრი ადამიანი იყო მსგავსად. ხო და აიცით როგორ არის, არ არის ანუ როგორ გითხრათ, აი მაფიოზური შინაგანი სამყაროს მატარებელი არ არის ბერა რა. წინა გადაცემაშიც რაღაცა ბერა არ არის რაღაცა პატარა ბავშვების ცემას რო ითხოვდა ტრიტრისგან, ანუ მისი ტრიტრისგან, ანუ ღარიბაშვილისგან. კი, ბერა არის, მაგრამ იცით როგორ არის, ანუ აი ეგ არის უფრო აი შინაგანი დაუცველობას რო გრძნობ ადამიანი და რაღაცა არა, ეს ინფანტილიზმს მიაწერ? რაღაცა კუთხით ძალაუფლება შენ ხელში არის და ადამიანი შინაგანად დაუცველად გრძნობს თავს,
ეგ არის მაგ ყველაფრის შედეგი, თორე ბერა არ არის ის ადამიანი, რომელიც ის რაღაცა სიცილიური მაფიის ერთ-ერთი წევრად შეგვიძლია მომავალში ვაკურთხოთ და მან რაღაცები გადაწყვიტოს. ბერაზე ხო არის ლაპარაკი, რომ არ ვიცი ხა დადასტურებულად ეს არ მინახავს და ძალიან ძნელი იქნება ვინმე ვნახოთ თუ რამე კონკრეტული ესე აუდიო ვიდეო მასალა არ გამოვიდა და არ ვნახეთ, მაგრამ რაღაცა კოლ-ცენტრების გაკონტროლებაში ივანიშვილის მხრიდან ის იყო ჩართული. მეც მსმენია მსგავსი საუბრების შესახებ, მაგრამ ვერც უარყოფ და ვერც ვადასტურებ, მაგრამ როგორც პიროვნება არ არის ის ადამიანი, რომ აი მე როგორ არის იცით, ფრთებს კი არ ვასხა, უბრალოდ მაფიოზურ ჭრილში ვერ გადავიყვან ბერას. შეიძლება ბევრი დანაშაული. ანუ ამის შესაძლებლობები არ აქვს მარტივად. არა, შინაგანად ვერ შეძლებს და იცით რა არის? აი ბიზნეს დასაყრდენებზე როდესაც საუბრობთ, ხო? ჩვენ ხედავთ უფროსი ვაჟი არის, საერთოდ არ აინტერესებს. წასული ბერა არ არის შინაგანად ის ადამიანი, რომ ბევრ კანონდარღვევას შეიძლება ჩაიდეს ბერა, მაგრამ არ არის ის ადამიანი, რომ ბოსად დაჯდეს და ბრძანებები გასცეს. ვერც უტაში ანუ ვერ გაკაჩავს ამას მარტივად რო ვერ გაკაჩავს, როგორც მაგ 3 წლის განმავლობაში გარემოების ტყვე გახდა და უბრალოდ იცი როგორ არის, კუთხეში მიაყენეს ბერა და კუთხეში მიყენებული ბერათი სარგებელი ნახეს ძალიან ბევრმა ადამიანებმა. და ეს უხაროდა მას, რომ ყველა აქებდა, ადიდებდა და ამ ქებადიდებაში ეკავდა ხო ხან შინაგან საქმეთა მინისტრთან ხან და სახელმწიფო და სპეციალურ სამსახურთან რაღაც ადი ბავშვი დააბულინგე ცემე რაღაცა ურტყი რომ მაგან ჩემზე ცუდი დაწერა. მესმის, ეგეც მესმის, რომ ისეთი კომენტარები იწერებოდა ბერაზე, რომ ძალიან ძნელია ადამიანმა ამ ყველაფერს გაუძლოს, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ ერთი პატარა ბავშვი, რომელსაც უბრალოდ სათამაშოებად ჰყავდა შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი და სახელმწიფო და სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი. ბერას წასვლით ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ საქართველოში იყო წარმოუდგენლად ძლიერი კრიმინალური კლანები. ეს იყო ურთიერთდაპირისპირებები ჩვენ გვახსოვს თუნდაც ვაკეში 7-8 გახმაურებული მკვლელობა ჩაცხრილოები ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმისი გამბედაობა რომ მაგალითად მაშინ ძმებ მიქაძეებს დაპირისპირებოდა ფარცხალაძეს დაპირისპირებოდა და ამ ადამიანებმა იცით რა არის ძალიან დიდი ძალაუფლება რომ ნახეს ქუჩაში და დიდი ფული რომ შეაგროვეს მე ამ ადამიანებმა დაუწყეს ერთმანეთს ბრძოლა და ამ ადამიანებმა ერთმანეთის ბრძოლით დაისუსტეს თავები და ამ სუსტ კრიმინალურ დაჯგუფებებს უკვე ბიძინა წააცალა თავები. მიხვდით, ანუ ბიძინა დაელოდა. მყისიერი რეაგირების ნაცვლად დაელოდა, რომ ესენი მოძლიერდნენ, მერე ამათ ამბიციები გაუჩნდათ, ვერ გადაინაწილეს რაღაცეები, დაერივნენ ერთმანეთს, დააკლეს, დაახოცეს ერთმანეთი, დასუსტდნენ და დასუსტებულზე უკვე ჩვენ ხედავთ, რომ არის ფარცხალაძე უკვე ძებნაზე დასმული და პასუხისგებაში მიცემული. მოიცა, მაინც აი რამ გაამწარა ფარცხალაძეს, იმიტომ რომ ხა ფარცხალაძე რო კრიმინალი იყო, კაცმა მოიპარა ბოტასი გერმანიაში და ეს კაცი დასვეს არა ბოტასი, ანუ ასე იწყება მისი ბიოგრაფია. მისი ბიოგრაფია იწყება ასე, იყო ყველაზე კრიმინალური გაგების და კრიმინალური ქცევის ქოცების ხელისუფლებაშიც კი კაცი იყო, რომელსაც სარდაფი ჰქონდა, დასასჯელი სარდაფი, გვახსოვს ყოფილ სპორტის მინისტრთან, მისი ლევან ყიფიანთან, მისი ამბები, მოკლედ როგორც ცემა ყოფილი აუდიტის ხელმძღვანელი, აი წარმოუდგენელი და ღიად კრიმინალური პერსონა იყო, რომელიც უამრავ ფულს აკეთებდა, წარმოუდგენელი რაოდენობის ფული გააკეთა ამ წლების განმავლობაში და ივანიშვილი მას კბილებით იცავდა. ეს ჩემთან ინტერვიუ, ის ცნობილი ინტერვიუ რო გავიხსენოთ, ხო, 2018 წლის ინტერვიუ. და შემდეგ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მე რა მოხდა, ხო? ეროვნულმა ბანკმა კანონის შეცვალა მის გამო, როდესაც დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძე როგორც რუსეთის აგენტი
და მას უკვე ჰქონდა მიღებული რუსეთის მოქალაქეობა, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა კანონი ფარცხალაძისთვის და ამით მთელი ქვეყნის ეკონომიკა დააყენა საფრთხის ქვეშ და ყველანი ამბრაზურად გადაეფარნენ, დადგნენ ეს რიგში და ამბრაზურად გადაეფარნენ ფარცხალაძეს და თქვეს, რომ ეს არის უსამართლობა, არ წარმოუდგენია არანაირი საბუთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო დეპარტამენტს და უცებ ფარცხალაძე ხდება დევნილი და ხდება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. აი ცოტა ხნით ადრე, ახალწლამდე ცოტა ხნით ადრე. რა მოხდა? ვიცით რა არის, ნახეთ, ფარცხალაძეს საკითხი არის ცოტა სხვანაირი რა, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც გამოიჭირა თავის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ანუ უჩა მამაცაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის ინკასატორი, მეტი არაფერი, რა ბიზნესის რეკეტიც უჩა მამაცაშვილის ბრალდება, აბსოლუტურად ყველაფერში დამნაშავე და იდეის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. არავინ არ დაიჯეროს, რომ უჩა რამეს წვითავდა, მაგრამ იქ 100%-ში მაგრა წიწკნიდა ხოლმე და ბიძინამ რო გაიგო ეგ, ხო? მაშინ მოხდა უჩას ქვეყნიდან გაქცევა. მაგრამ ნახეთ ახლა ფარცხალაძეს მიმართ რა ხდება. ფარცხალაძე არის ადამიანი, ბოტასის ქურდობიდან მინისტრის ქურდობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა, ისიც ბერაზე გავლილი რა. ჩვენ გვახსოვს, რომ ფარცხალაძეს ამბავზე, როდესაც ნებისმიერ პარლამენტარს ან რომელიმე მაღალჩინოსანს ეკითხები, ლილუაშვილზე კითხვები რომ დაუსვა, ხო ამდენი კომპრომატების მატარებელი და მფლობელი არის. ლილუაშვილს მარტო ლილუაშვილი კი არა, მისი მოადგილეები და გარემოცვის წევრები იმდენ კომპრომატებს ფლობენ დღესაც, რომ აი შეიძლება ერთი კვირა ყურებაში არ გეყოს ერთი კვირა თავიდან ბოლომდე რომ დაიწყო და უყურო ადამიანმა, მაგრამ ნახეთ რა ხდება, ეგ კი არა, მე ამას რამოდენიმე ხნის წინ ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ ბაჩიაშვილის ციხეში ცემის კადრებიც ხელიდან ხელში გადადის რა და სად ამოყოფს ეს კადრები თავს და სად ივაჭრებს ამ კადრებით, ხო? აგერ დაველოდოთ, იმიტომ რომ ეს სავარაუდო ძალიან მალე მოხდება. ესე იგი გამოსულია უკვე ესეთ ბაზარზე. ჩემს სანდო ადამიანმა დამიდასტურა, რომ ხელიდან ხელში გადადის რა და ნახოთ რა მოხდება, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ანუ ვიზეც არ უნდა ელაპარაკო კოცებს. ისეთი რეაქცია არ აქვს, როგორც 3 წლის წინ ქვეყნიდან წასული ფარცხალაძის შესახებ. ჩვენ გვახსოვს პირველი სკანდალები, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალავკაძეს ფარცხალაძეს დასმული კითხვები, მაშინ როდესაც მინისტრის მოპარვაზე და ცემაზე იყო სკანდალი ატეხილი, სარდაფზე ხო ქვედაყმა უკანკალდა პარლამენტის თავმჯდომარეს ფარცხალაძეს გაგონებაზე და თქვენ რა გონიათ ეხლა რომ თუ ლილუაშვილი ვინმეს ზარებს ისმენდა და ვინმეს ვიდეოს უღებდა, ზოგი საყვარელთან იყო, ზოგი რასაკეთებდა, ზოგს ნახევარ კოცების ელიტას ავადმყოფური გადახრები აქვთ რა და ლილუაშვილი თუ ესეთ მეტნაკლებად უვნებელ კომპრომატებს აგროვებდა, ფარცხალაძე მსგავსი მიმართულებით მიდიოდა. რამდენი ადამიანი არის იმ სარდაფში ჩაყვანილი კოცებიდან, ყოფილებიდან და მოქმედებიდან, რამდენ ადამიანს აქვს ძალიან ანუ რას ამბობ, რომ ლილუაშვილს აქვს კომპრომატები ვიზზე? კი, აბსოლუტურად ყველაზე აქვს ლილუაშვილს და სად არის? ანუ ზუსტად ეგ არის კითხვა, რომ აი მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. რომ აი ლილუაშვილს ექნება კომპრომატები, ლილუაშვილს ექნება რაღაცა ისეთი კადრები, რომელიც რაღაცას ამ რეჟიმს შეარყევს, იმას ასევე ღარიბაშვილსაც ექნება, მაგრამ ღარიბაშვილი დავივიწყოთ, აი ლილუაშვილი როგორც სუსის უფროსი, ხო, ყველას უსმენს, ყველას უთვალთვალებს და სუსი და ყველაფერი იცის. ამით არის დაკავებული და არა ქვეყნის უსაფრთხოებით. ანუ ისე დაიჭირეს ლილუაშვილი და ისე გაანადგურეს და გაასწორეს მიწასთან, არც ერთი კადრი არ გამოსულა, არაფერი ზიანი ლილუაშვილს არ მიუყენებია ივანიშვილის რეჟიმისთვის. აი ამას როგორ ახსნი ხა? თუ მე ვიცი რომ რაღაცა ვარ ანუ ვიქნები ძალიან მალე მსხვერპლი ივანიშვილის ჩემს მიერ შექმნილი რეჟიმის, მაშინ მის წინამდე რაღაცას გამოვიყენებ, ხო, ლოგიკურად. ერთ-ერთ გადაცემაში შენ თქვი რომ ბიძინა ივანიშვილისგან
წამოსულ ადამიანებს ვერ დააცდენინებთ ცუდსო. ანუ ლილუაშვილი არ იყო იდეურად გადაკიდებული და მტერი ბიზნესზე და აქედან გამომდინარე ლილუაშვილი მაინც მოწყალებას ელოდა ბოლო წუთამდე. და ამიტომ ისევე როგორც ყველა, მისი ყველა ყოფილი, ასე ვთქვათ, მონა. აი ზუსტად ეგრე არის, იმიტომ რომ შენ ელოდები პატიებას, ეს პატიება იწელება, დრო შენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ხელფეხი გაქვს შეკრული, ნერვები გეწელება და ნუ მოკლედ ფსიქიკურად იშლები, მაგრამ ნახეთ რა ხდება ლილუაშვილს კომპრომატები რო გამოექვეყნებინა, ხო? რა შეაწყობდა? როდესაც ელოდებოდა ის ადამიანი შეწყალებას და ბოდიშების მოხდას, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ ღარიბაშვილმა ძალიან ცუდი რაღაცები გააკეთა და მერე წლების მერე შეიწყალა ბიძინა ივანიშვილმა და მოაბრუნა თანამდებობაზე. ჩვენ ვნახეთ თქვენ და ფენაც ეხა ხუნდაძეზე სისხლის სამართლის საქმე რო არის აღძრული, სამჯერ არის გაგდებული ლილუაშვილის მეჯვარე თუ ნათესავი რო იყო საბაჟოს უფროს. სამჯერ გააგდეს, გავიდოდა ერთი წელი შეიწყალებდა მერე უკან დააბრუნებდა და ლილუაშვილსაც აი ბიძინა არის თაღლითი მატყუარა, აი ძალიან მაგარი მატყუარა. ხო, ანუ ესეთ манипуляციის მეთოდია, რომ აი დამელოდე, ნახე უკვე ვიღაცები შეწყალებული მყავს. შეიძლება შენ შეგიწყალო. კი და ნახეთ რა ხდება იმ манипуляციის ძალიან ბანალური მეთოდია. სხვათა შორის ბიძინას თაღლითობა ყველაზე კარგად დააფიქსირა კობახიძე. და დღესაც არის სუპერ გათაღლითებული ადამიანი. ზუსტად ანუ იგივე საქციელს ჩადის, რასაც ბიძინა აკეთებს ყოველდღე. და ბიძინამ შეიძლება რამეზე მოსთხოვოს კობახიძეს პასუხი, მაგრამ ტყუილებზე ვერ მოსთხოვს, იმიტომ რომ ბიძინა კობახიძესაც ატყუებს დღე და ღამე. გამოდის კობახიძე და დღეს გვეუბნება, დღეს ერთ ტყუილს გვეუბნება, ხვალე შეცვლის, მეორე ტყუილს გვეუბნება, მერე გადააკეთებს მესამე ტყუილს მოიფიქრებს და პასუხსაც არავინ არ სთხოვს. ბიძინას ზუსტად ბიძინას ბაძავს კობახიძე ტყუილებში. კობახიძე, ჩვენ დავინახეთ რომ კობახიძემ ჩამოაშორა ყველაზე მიუტანა ჭორები, ის ხო ჭორებით საერთოდ თოცხლობს ივანიშვილი და გიждდება ამ ჭორებს მიუტანან, მერე ავცელებს ამ ჭორებს თვითონ, მერე ელოდება ფიდბექს ამ ჭორებზე, რა გამოხმაურება მოყვება, ვინ როგორი რეაგირებს ამ ჭორებზე და აი ეს არის პოლიტიკის წარმართვის მთავარი იარაღი, ჭორები. მაგრამ კობახიძემ ხო ყველაფერი გააკეთა, აი ყურში ჩაუჯდა, ელაპარაკა როგორ პარავენ მას ფულს, როგორ იხვეჭენ ძალაუფლებას, როგორ საშიშები ხდებიან მისთვის. კობახიძეს გაუჩნდა თუ არა მასზე ზემოქმედების ბერკეტი, მისი პარანოით манипулირების ბერკეტი, ანუ მის პარანოიას იყენებს მის წინააღმდეგ, რომ რაღაცეები გააკეთებინოს ის, რაც კობახიძეს აწყობს. მოდი დავიწყოთ კობახიძის პიროვნებით, ხო? ჩემი აზრით, ანუ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოზარდა ბევრ კაციჭამია ვირთხებში, ყველაზე ძლიერი კაციჭამია ვირთხა და კობახიძის სახეზე თუ სახეს თუ დავაკვირდებით, ხო? ბიძინას, ანუ კობახიძე და ბიძინა არიან თანაბარი პარანოიკები. იმიტომ რომ კობახიძეს სახით თუ დავაკვირდებით, იმ დონეზე შეშლილი სახით გამოდის ხოლმე ხან ინტერვიუს მისაცემად და ადამიანს სრულიად სერიოზულ თემებზე გიჟიბით ეცინება, ხო? ანუ იცით როგორ არის? ბიძინას ხელში გაძლოდა ეს ყველაფერი გადაიტანო ძალიან რთულია, მაგრამ ბიძინას ამდენი წელი გაუგო ყველაფერში და ბიძინას ამდენი ხუშტურა ასრულო, რომელიც კობახიძეთი მოიშორა ყველა, ხო? ჩვენ ღარიბაშვილთან დაპირისპირებულენ პირიქით ვინმე გვინახავს? არა. ნებისმიერი მაღალჩინოსანი ეს სამთავრობო გუნდიდან თუ პრეზიდენტი გინდა თუ ერთი მეორე, ყველა მოიშორა კობახიძის ხელით. ანუ კობახიძე გამოგზარდა ყველაზე ძლიერ კაცჭამია ვირთხად, მაგრამ კობახიძის ფსიქიკას ვეღარ უძლებს ახლა ბიძინას წნეხს, ბიძინას ტყუილებს, ბიძინას გადაგდებებს. აი, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, თვალებში გიყურებს, შეკპირდება და შეიძლება 3 დღის შემდეგ ჩვეულებრივ იგნორში გაგატაროს და რა ვიცი, ხელს არ ჩამოგართოს, არც მოგესალმოს. აი სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე.
ესეც ფსიქოპატისთვისება, როდესაც ერთ დღეს ძალიან კარგად მოგექცევა, შეგიქმნის განცდას, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ მისთვის და მეორე დღეს თუ მეხუთე დღეს არ შეგიმჩნევს და უკვე ფიქრობ, რომ მე რამე ხო არ დავაშავე ისეთი, რის გამოც ეს კაცი ესე იქცება და იწყებ თავის დადანაშაულებას. მე აკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ მისი გული მოიგო. კარგი. ნახეთ რა ხდება. ბიზნეს უყვარს ეგეთი მიდგომა ადამიანებში, რომ პირველ შეხვედრაზე აგალაპარაკებს, თავს გაგზნობინებს თანასწორად, გამოგხსნებს ყველაფერს, იმიტომ რომ გაგხსნის და როდესაც შენ მოყვები ყველაფერს და შენგან ის სასარგებლო ინფორმაციებს მიიღებს, თუ ის ინფორმაციები გაგრძელებადი არ არის, შენ უბრალოდ იგნორის ქვეშ ხარ და თუ ის გაგრძელებადია, ხო, შენ აღარ ჭირდები, გამოგიყენა და გადაგაგდო. გაგრძელებადი არის, შენ მუდმივად მას ჭირდები და მე რატომღაც შეიძლება ერთ დღეს და გითხრას დაურეკო რომ ამოსვლა მინდა შენთან, გითხრას რომ კი ამოდი და დაცვამ კარები არ გაგიყოს. მაგალითად თორნიკე რიჟვალზე ეგრე 9 საათი იდგა კარების წინ და ელოდებოდა ბიძინა ივანიშვილს და ბოლოს მიხვდა რომ გახდა შუაღამე 10 საათი უფრო სწორად და ბიძინა სტაფილოსწვენს ყლუპავდა და წავიდა და გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილი იმაზე იდა აუთავმოყარევ ადამიანი ყოფილაო ბიჭო 9 საათი როგორ გაძლო და როგორ მელოდაო რა და აი ეგეთი მიდგომები აქვს ადამიანს და ესა კობახიძემ ყველაზე კარგად ისწავლა ძველების შეცდომებზე, ყველაზე კარგად გაუგო ბიძინა ივანიშვილს და დღეს ყველაზე კარგი დავალების შემსრულებელია მხოლოდ ბიძინას ინტერესების, თორე ქვეყნისთვის რავი, ჩვენ ვნახეთ ხო, გამოდის რაღაც სისულელეს იტყვის და მე თავისივე სისულელეში სხვათა შორის მე ძალიან შიდა წყარო მომიყვა ესეთი რა თვითონ გახდა მოწმე აი გახარიას და ივანიშვილის ურთიერთობების გახარია რომელიც დააწინაურა გავრილოვის ღამის შემდეგ და სხვათა შორის საინტერესო არის ის რომ ამ დროს კობახიძე დაისაჯა როგორც ჩემმა წყარო მითხრა სწორედ მაშინ დაიბოღმა განსაკუთრებით კობახიძე გახარიაზე ამის შემდეგ მერე დაიწყეს გახარიას წინააღმდეგ ივანიშვილისთვის ხმების მიტანა მის წინააღმდეგ ივანიშვილის განწყობა და როგორც ამ წყარომ მითხრა გახარია პრესკონფერენცია იმიტომ გამართა რომ წინა დღეს ის ურეკავდა ივანიშვილს ივანიშვილი არ პასუხობდა მის ტელეფონს და ის გაიბუტა როგორც ბავშვი და აი ეს და ტელეფონს რო არ პასუხობდა ერთ-ერთ მინისტრს უთხრა მაიაცქიტიშვილს რომ ჩემ ტელეფონს არ პასუხობს და უიო მართლაო არა და მე ამ ცოტა ხნის წინ მიპასუხაო და ამაზე განსაკუთრებით დაიბოღმა გახარია თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ სწორედ ამ ჩემ წყაროს ეხვეწებოდა რომ ივანიშვილთან შემარიგეო აი ესეთი იყო ისტორია იცით რა არის ბევრად ბინძური არის სინამდვილეში მაგორი ადამიანის ურთიერთობა და ბევრად სიბინძურეზე იდგა და ბევრად სიბინძურის გამო ბიზნესამ გამოიყენა გახარიას სიბინძურე და რაღაც გადათამაშება გაუკეთა, იმიტომ რომ აღარ ჭირდებოდა უბრალოდ რა და ან მისი ამბიციები უნდა დაეხშო, ან მის რეიტინგს ვეღარ უმკლავდებოდა ბიზნეს ივანიშვილის რეიტინგი რა და ბევრად სიბინძურე ტრიალებდა მან, ვეც თვითონაც არ მინდა ეხლა რა და ამიტომ არის რომ ბიზნეს პირადი ცხოვრების ჭორე, პირადი ცხოვრებაზე ჭორები? ამ თემაზე საუბარი. ნუ გასაგებია. დეტალურად ვიცი ეგ ყველაფერი, ხო და ნახეთ რა ხდება. აი, მაგალითად, კობახიძე მიცის, რომ რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, აი ეს მაჩო, აი ეს ძაღლი გაცილებით ძვირფასი არის, მაჩო ქვია ამ ძაღლს, გაცილებით ძვირფასი არის ბიძინა ივანიშვილის ვიდრე ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე. და კობახიძემ ზუსტად იცის, რომ დღეს თუ არა ხვალ ის აღარ იქნება საჭირო. და კობახიძეს იმადაც იცის, დარწმუნებული იყავით, რომ იცის, რომ კობახიძე აღარ არის ბიძინა ივანიშვილის საჭირო და ბოლო წკიპზე არის, რომ გაწყდეს, იმიტომ რომ ბიძინას რაც უარყოფითი ისინი ქონდა, რა ქვია,
დავალებები მიღებული, ხო? ეს ევროპასთან ჩამოშორება და რაღაც სისულელე კანონების მიღებები და მთელი ამბები. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დავალება არის. თქვენ რა გონიათ, ოფშორული ფულები ის კანონით რომ ოფშორის ფულის შეტანა რომ გადასახადებისგან დაბეგრა, მარტო თავის ფულის გულისთვის დაბეგრა, ისე გაანთავისუფლა? მთელი რუსების ფულები საქართველოს გავლით უნდა გათეთრდეს. ჩვენ ვნახეთ, ხო? 600 მილიონი, 4-5 მილიარდი ისე არის გათეთრებული საქართველოში, როგორც არაფერი და დღეს სხვათა შორის რუსეთში იცინიან, რომ რომელი ოლიგარქებს, რომლებსაც თაგვის საჭმელად ქონდათ რუსული რუბლები, ყველამ საქართველოში გაათეთრა. და დღეს ვხედავთ, რომ 3 დღის წინ კანონი შემოიღეს, რომელიც ოქროს ზოდებზე გადასახადს იმაშვება. ზუსტად რა და თქვენ რა გონიათ, ბიძინა ივანიშვილი აი დამოუკიდებლად წვიტავს ყველაფერს და ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლად აკეთებს ყველაფერს? არა, ბიძინა ივანიშვილი არის გარემოების ტყვე, თავის გადარჩენა უნდა ამ ყველაფრით. იცის რომ დღეს თუ არა ხვალე რომ ძალაუფლება რომ დაკარგოს, პირველი გადაუვლის თავისი გუნდი, პირველი გადაუვლის თავის ტროლბოტები, პირველები მოსთხოვენ პასუხს რუსი ოლიგარქები, რომლებიც ყოფილი გენერლები არიან და რომლებიც დღეს თუ არა, ესეა დღეს რუსეთში ამინს ქმნიან და პირველი ბიძინა ივანიშვილი გაცამტვერდება. ადგილი აღარ დარჩება, დანის ჩასარტყმელი ადგილი ყველა რო დანები დაირაზმევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და თქვენ რა გონიათ, ბიძინა რომ გამოდის და ვიღაცები რო თანამედროვეა 6-10 ეძახიან, ჯერა მაგ ყველაფრის? ისეთი ირონიით უყურებს ერთ-ერთ სამძიმარზე სამღვდელოება მოდიოდა, იმიტომ რომ სამღვდელოება დაასდევს ხოლმე ბიძინა ივანიშვილს, ვინმე თუ მოკვდება ხოლმე ეს მღვდლები, ერთი მთელი მეუფეები და პაკაზუხა მღვდლები და ის მარგინალი მღვდლები დაასდევენ ბიძინა ივანიშვილს, საერთოდ არც ხედავენ, არც იციან ვინ კვდება და ეს ჩამომწკრივდებიან ხოლმე ამ ტოიოტას ჯიპებით და აი ბიძინა ივანიშვილი იმდენად აგდებულად მოიხსენიებს მაგ ყველაფერს, აი საკუთარი ყურით თუ არ მოისმინე ადამიანი, აი ძალიან გაგიჭირდება რომ დაიჯერო რა და ბიძინა ივანიშვილისთვის არც კობახიძე არ არის, არავინ არაფერი არ არის. აი გეუბნებით. მაგრამ ფაქტია რომ ის ეხლა არის ჩამოკიდებული კობახიძეზე და კობახიძე ბევრად უფრო ჭკვიანი მგონია ვიდრე გომელაურზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის ან ლილუაშვილი თუ ღარიბაშვილი ხო მას ექნება რაღაც დატოვებული ისეთი და აქვს ალბათ შექმნილი ისეთი სისტემა რომლითაც ის ივანიშვილს მასზე დამოკიდებულს ხდის და შეიძლება თუ არა მისი მძევალიც გახდეს. ნახეთ რა ხდება დაიმახსოვრეთ ეს ჭკვიანი ფსიქოპათია. დაიმახსოვრეთ ეს დრო, რომ ის იმდენად სასაცილო იქნება ეს ყველაფერი, რომ ჩემი დასაცავი გახდება ბიძინა ივანიშვილი. ქოცებისგან გახდება ჩემი დასაცავი. მოვა ეგ დრო ანუ ეხლა მომყვები ამ ლოგიკაში თუ არ მომყვები აი ეს მითხარი. აი ხა ოღონ ამიხსენი კარგად რაში მომყვები. ანუ მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ესეც არის ერთ-ერთი ვარაუდი და ეხლა ხუხაშვილმა რო თქვა რომ კობახიძე შეუძლია უკვე დააშანტაჟო, ბერათი აშანტაჟებსო თუ შეუძლია დააშანტაჟოსო, არის თუ არა გამორიცხული ამ დაგვარი სცენარი. კარგით. მოდი გავიხსენოთ პროკურორის სიტყვები, რომ გრიგოლ ლილუაშვილზე რამოდენიმე ბრალდებებთან დაკავშირებით იყო საქმეში დევს როგორც აუდიო, ასევე ვიდეო ფარული მიყურადება. ბიძინა ივანიშვილი გრიგოლ ლილუაშვილს, რომელსაც ავალებდა სხვა ადამიანების მიყურადებას, ამავდროულად სხვა ადამიანს ავალებდა გრიგოლ ლილუაშვილის მიყურადებას. Okay. კობახიძე, აიცი რა, მე რო ოპოზიციის ლიდერი ვიყო, დღეს კობახიძეზე კარგი ოპონენტი სანატრელი არის, იმიტომ რომ გამოდი რაღაც ნებისმიერ დღეს სისულელეს იძახის და ყოველ დღე შეგიძლია ამ სისულელის გამო კენწლო, მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიცია აგვიორგა საქართველოში, რაც ბიძინა მიცის და ძალიან კარგად სარგებლობს, მაგრამ ნახეთ რა ხდება ოპოზიცია კი არ გვივარგა, ოპოზიცია ციხეშია ესეც თქვა. არ ვარგა, იმიტომ რომ გარეთ რო იყოს, გარეთ რო იყოს კიდე ვილაპარაკე. არ ვარგა, იმიტომ რომ ელემენტარული გაერთიანება ვერ ვანახეთ. სხვათა შორის გაერთიანებაზე. აბსოლუტურად მართალია. ხო და გაერთიანება ვერ ვანახეს და დადიან და რა ვიცი, ყველა თავისით იქნებს ამ ნიჩბებს და ეს გემიც ვერსად ვერ მიდის. ხო და ნახეთ რა ხდება
ანუ კობახიძეს მიმართ ხო აი ხა მოდი გადავხედოთ რომ ყველა მინისტრი არის კობახიძის კადრი დიბიძინას დედის და ჯიჟჯილაგის მაგინებელი თავდაცვის მინისტრი რომელიც 2016-17 წლებში გამზრდელს აგინებდა ბიძინას დღეს თავდაცვის მინისტრი არის ხო და ბევრი ეგეთი მაგინებელი დაწინაურებულები არის ზოგი გამგებლებად პირადად მე რაც შემემთხვა ბესო კალაძემ ბიძინას დედა აგინა და რაღაცა სიტყვებით მომმართა მე სასამართლოს ეზოში ის რა ქვია ხელი გავარტყი ბესო კალაძეს და მე დამიჭირეს და იმ დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიყავი და ბესო კალაძე გამგებლად დანიშნეს რა და რა ვიცი აი რა გითხრათ ხო და იცი რა არის ერთი შეხედვით რო შევხედოთ რომ კობახიძეს ყავს მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებული და მდინარაძეს ხო ბიძინა არ არის ის ადამიანი რომ ენდოს ვინმე ადამიანი ბიძინა საკუთარ თავსაც არ ენდობა ბიძინა თავის ეჭვებში იმდენად არის ჩამქჩვალი რომ აუცილებლად ვიღაცას ამზადებს იმის გულისთვის რომ ალტერნატივას ყოველთვის იტოვებს ბიძინა ყოველთვის და დღეს თუ კობახიძეს გონია რომ იცი რა არის მე იდეალურად ვაკეთებ ყველა ბინძურ დავალებას და მე ვიქნები შეუცვლელი ხო შეიძლება სულ რაღაც ერთ თვეში კარებზე მოუკაკუნოს ადამიანმა რომ დაცალეს კაბინეტი ეხა მე ვარ პრემიერი იმიტომ რომ კობახიძე არ არის ის ადამიანი რომელსაც ივანიშვილმა შეიძლება მაქსიმალურად ენდოს აი მაგალითად მამუკა მდინარაძეზე მე გამიგია რომ რატო არ უყვარს ასე ძალიან მამუკა მდინარაძე ივანიშვილს, იმიტომ რომ აი ამას რა ყველა გეკითხის. მამუკა მდინარაძე კოცებს რო დაელაპარაკო. მამუკა მდინარაძე არის ძალიან მანკიერი თვისებების მქონე ადამიანი და ბიძინა ივანიშვილს იმდენი კომპრომატი უდევს მამუკა მდინარაძეზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ეხლა არის სრულად კონტროლირებადი მამუკა მდინარაძე. იმდენად მანკიერი და იმდენად საზიზღარი კომპრომატები უდევს ბიძინა ივანიშვილს, რომ მამუკა მდინარაძე საპირფარეშოშიც ვერ გავა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. და ზუსტად ეგეთი წარმოიდგინეთ, ეხლა მთელი ქოცები დაკომპრომატირებულები არიან და ძალიან საზიზღარი ზოგს მიდგომები აქვს, ზოგს პრობლემები აქვს, ზოგს, რა ვიცი, მენტალური თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამ ყველაფრის ფონზე რომ მამუკა მდინარაძეს გამოარჩევ, ნუ ჩემპიონია ეგ ადამიანი ამ თავისი გაურკვეველი საქციელებით რა და ბიძინა ივანიშვილს ყავს დღეს ყველაზე დაკომპრომატირებული, ყველაზე გასწრული ადამიანი უსაფრთხოების უფროსად, რომელიც ბიძინასთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და ამიტომ ვერ დავეთანხმები ვიღაცებს, რომლებიც იძახდნენ, რომ აი მამუკა მდინარაძემ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი და შანტაჟოს ბერათი ან რაღაც წამოდება. არა, მამუკა მდინარაძეს არა, მაგის ტვინიც არა. მაგისი ტვინი შეიძლება კონდეს კობახიძეს, უბრალოდ სხვა ბერკეტები რამდენად აქვს ეს არ ვიცი. ხო, მაგრამ ნახე საბოლოო ჯამში ქართული ოცნების ამომრჩეველს შერჩა რაღაცა გუნდი ხელში, რომელიცაც საერთო არაფერი არ აქვს ძველ გუნდთან, ანუ იმათთან, რომლებიც აი მართლა აუთენტური ქოცები იყვნენ. ნახეთ, აი ქოცებს, როდესაც ვგულისხმობთ, ჩვენ უნდა ცოტა სიღრმისეულად ვიგულისხმოთ. ქოცები რისგან შედგებიან? არიან გამგებლები, რომლებსაც 1000 ლარი აქვთ ხელფასი ან 1200 ლარი და სამსახურების დაკარგვა არ უნდათ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. არიან სოციალურ დაუცველი ადამიანები, არიან ჟურნალისტები, რომლებიც 300-400 ლარი დაფინანსების გულისთვის უკიდურეს სისაზღვრეს კადრულობენ. ეს ყველაფერი წარმოადგენს ბირთვს, რომელსაც შეგვიძლია დავუძავთ და არიან კიდე მენტალურად დაავადებული ადამიანები, რომლებსაც ზიზღის ბოროტების მეტი არაფერი არ აქვთ გულში და დგანან და ამ კომენტარებით და ადამიანების ლანძღვით არიან დაკავებულები რა და ამ ყველაფერს ჩვენ ვეძახით ქოცობას კი რომლებიც არიან დღეს ხელისუფლების ამომრჩევლები მაგრამ ნახეთ რა არის ბიძინა ივანიშვილმა შეაჩვია ადამიანებს ამ ქოცებს ამ ბირთვს რომ ესენი არიან ყველაფრის წამსვლელები, ყველაფრის მკადრებელი ადამიანები და დღეს მე იმას ღარიბაშვილს გავუშვებ, იმას მოვიყვან თუ რას გავაკეთებ, ხო? აბსოლუტურად ყველაფერი უხეშად რო თქვა, პრავდება.
და აქედან გამომდინარე ვერ გამოაქვს ვერავის აზრი და ვერც მე ვერ გამომაქვს უბრალოდ რომ აი რა უნდა მოხდეს ქართულ ოცნებაში, რომ ეს მენტალურად დაავადებული ადამიანები, ასევე ზოგი იძულებით რო არის ქოცი და ზოგი სოციალურად დაუცველის პენსიის ამარა დარჩენილი ადამიანებში რაღაცა პროტესტი გამოიწვიოს. აბა დაფიქრდით, აი რა უნდა მოხდეს, ხო? და ეხლა თუ 10-12 კაცი გალანძღავს, გახარიას მოღალატეს დაარქმევენ, დილუაშვილს მოღალატეს დაარქმევენ და ღარიბაშვილს გალანძღავენ, მაგით არაფერი არ იცვლება. ანუ ჩვენ საღად მოაზროვნე საზოგადოებას არა გვაქვს ურთიერთობა და როგორ შეიძლება ქოც ტვინში რა მოუვა, ან ქოცი როგორ მიიღებს ამა თუ იმ პოლიტიკოს, მაგაზე რამე ვიმსჯელოთ. კალაძეს ვერ შევეხეთ წინა გადაცემაში და ესეც გავიაროთ მოკლედ. ანუ კალაძე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, რომელიც ყურებით ყავს დაჭერილი, მას არ ვიცი რა რამდენი კომპრომატი შეიძლება არსებობდეს, ვერც წარმომიდგენია და ყველა მიმართულებით. აი და ისიც ვიცი ჩემი წყაროსგან, რომ ძალიან არ უყვართ ოჯახში კალაძე. და ცუდად მოიხსენიებენ მას. აი ამ კაცის ბედი როგორი იქნება ივანიშვილის ხელისუფლებაში. აქამდე გადარჩა, იმიტომ რომ ხო იძულებულია ივანიშვილი რომ შეინარჩუნოს კალაძე მისი ასე ვთქვათ მეტნაკლები პოპულარობის გამო, იმიტომ რომ ერთადერთი ყველაზე ცნობილი და მაინც ყველაზე პოპულარული სახეა. სულ მიკვირს ხოლმე რომ კალაძეზე მიუხედავად 2 საათიან საათნახევრიანი გადაცემის დროს კალაძეზე ვერ ვაკეთებ ხოლმე აქცენტებს, რადგან ჩემი თავის მიკვირს მერე. იცით რა არის? კალაძეს იმდენი სიბინძური აქვს ჩადენილი და კალაძეს ისეთი გამოუსწორებელი შეცდომები აქვს ჩადენილი თავის ხოვრებაში, რომ 4, 5, 6 და 10 წლის შემდეგ კალაძეს პიროვნებას ისტორია გააშავებს ძალიან, იმიტომ რომ კალაძეს აქვს წარმოუდგენლად დიდი კანონდარღვევები და წარმოუდგენლად დიდი სისულელეები გაკეთებული კორუფციული გარიგების სახით, მაგრამ ნახეთ რა ხდება, კალაძეს თავის გაჭირვება ეყოფა. ბიზნეს კომპრომატები უდევს მის წინააღმდეგ. შავ სამყაროს მეტნაკლებად პრეტენზიები აქვს კალაძეს წინააღმდეგ. რა ვერ დააკმაყოფილა ალბათ მაგათი იმედები, ჩვენ გვახსოვს ხო 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში კალაძე დარბოდა ევროპაში და იქ შავ სამყაროს წევრებს ხვდებოდა ერთ-ერთ ჩანაწერში ხო ისმის რომ ამადა ამ პიროვნებებს შევხვდიო და მხარს მიჭერენო და მიდით თქვენ გაინაცვალეთ ბიჭებო და ძალიან ბევრი კანონიერი ქურდი და შავი სამყაროს მიმდევარი კალაძეზე ძალიან გულნათკენი არის ჩემი ინფორმაციით რა და აქედან გამომდინარე კალაძე თავისი გაჭირვება ეყოფა, რომელიც წკაპდა ერთ წამში გაცამტვერდება მისი ავტორიტეტი დღეს თუ არა ხვალ, უახლოეს მომავალში. და რაც შეეხება პირველ კითხვას, როცა ივანიშვილს ეს აღარ დასჭირდება. რაც შეეხება პირველ კითხვას და იპოვის მის შემდგომ. კალაძეს 2016 წლის 2020 წელსაც უნდა პოლიტიკიდან წასვლა და ევროპაში საცხოვრებლად გადასვლა, რაც ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნით და ძალიან დიდი გარჩევების შემდეგ ისევ დარჩა პოლიტიკაში კალაძე და მაგას თავისი ცოდვები ეყოფა, დიდად ძალიან მეზარება კალაძეზე ლაპარაკი, მაგრამ ნახეთ რა ხდება, რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იძახდა ხოლმე ყველასთან, რომ მე აბსოლუტურად ყველაფერს ვასწავლი ეკა ხვედელიძეს, იმიტომ რომ ბოდიში ეკა ხვედელიძე ივანიშვილს. იმიტომ რომ მე რო რაღაცა მომივიდეს ამ ხელა იმპერიას მართვა უნდა, მაგრამ ამ სწავლაში ჩვენ მივიღეთ ეკა ხვედელიძე, რომელსაც ძალიან დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ ვერ ხვდება დღეს ეკა ხვედელიძე როგორ უნდა წარმართოს თავისი სწორი ამბიციები, იმიტომ რომ საზოგადოებაში რო გამოჩნდეს ისტორიაში შევა ცუდად, მაგრამ უდიდესი წყურვილი აქვს საზოგადოებაში გამოჩენის. რო კითხოთ ერთი ოცნება რა გაქვსო, ეს არის ქვეყნის ისტორიაში შევიდეს რამენაირად, მაგრამ საბოლოო ჯამში თავიანთი გადაწყვეტილებებით შევა ძალიან ცუდად. მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ხვედელიძე მართავს ერევა ქვეყნის ამბებში, ეს ახალი ამბავი არ არის. მე ესეც გავიგე, რომ აი წერილები, რაც იწერებ ეს გიჟური წერილები, ბოლოს რო შაქირიშვილი არის ეკა ხვედელიძე. არავინ არ ფას
ეკახვედელიძე არავინ არ წერს. თქვას, რომ გრადუსში მყოფი ჩაბუჟებული შათირიშვილი დგას და მაგდენ ასოს კრიფავს ერთ-ერთს. რომ ეს ამას წერს პირადად, ეკახვედელიძე. ეს. აი ზუსტად ესე მითხრეს, ანუ თქვენც კი, მინდა კი. სტუმრებთ ამას და ნახეთ, და აი ეს რაღაცა სიგიჟეები მათ შორის ბოლო წერილში რო იყო, რომ სპეც სამსახურების მიერ მართული შვეიცარია. ეს რაღაც ახალი სიგიჟე. იცით როგორ არის? აი ეკახვედელიძე. ხო, აი ამ ყველაფრის ავტორი არის ეკახვედელიძე და ბიზნესს რო დაუდო კონკრეტული ფაქტი წინ, ნაცების ბრალია გეტყვია. ანუ ყველაფერში ნაცს ეძახიან. ალბათ ჩემი გააქტიურების შემდეგაც იძახიან, რომ ნაცემა ჩაგვინერგესო ეგო ისო სიძეთო და აი რაღაცა სისულელე თეორიებში გადადიან, ოღონდ იმ დროს მოგიშორონ და რაღაცნაირად დაიკმაყოფილონ თავი რა, რომ კითხვაზე პასუხი არ გას და აბრალონ ნაცებს. არადა ნომერი პირველი ნაცები თვითონ არიან. მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეს ეკახვედელიძეს ამბავი ზაზა შათირიშვილის წერილების დროს ამოტივტივდა უკვე რა, მაგრამ არ დაგავიწყეთ, რომ ეკახვედელიძე ყოველთვის ერეოდა ქვეყნის მართვაში და ქვეყანაში საკადრო პოლიტიკაში ეკახვედელიძე ყოველთვის ერთვებოდა, მაგათი მოურავი არის კაცო ის გვარი დამავიწყდა როზა. მოიცეთ ეს მადუროს ცოლთან თუ გავაკეთებთ პარალელს რა გავს? ერთი-ერთი არის დამიჯერეთ. ესე იგი ყავს სამი მოთამაშე: კობახიძე, ხვედელიძე, ეკახვედელიძე და ივანიშვილი. თანაბარ ანა კობახიძე არ იქნება, მაგრამ აი აქ როგორ არის როლები გადანაწილებული. და ეს ადამიანები არიან როგორ ერთი რო დანიშნავს კადრს, მეორე თუ ერთმანეთში კონფლიქტი მოუვიდათ, მეორე იწყებს თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დაგეშვას, რომ ერთმანეთის კადრები გააფუჭონ. ნუ ბევრ რაღაცას ნუ მალაპარაკებთ. ილაპარაკეთ მაგისთვის. რაღაცების თქმა შემიძლია, რაღაცების თქმა არ შემიძლია რა და ნუ სრული სიგიჟე არის და მე მინდა რომ აი გულწრფელად მე არც თანამდებობა მინდა, არც პოლიტიკური ამბიციები მაქვს და არაფერი და აი გულწრფელად მინდა ჩვენმა მაყურებელმა მომისმინოს, რომ დღეს საქართველო არის ფსიქოპატების ხელში. დღეს საქართველო არის არ ვიცი, აი ძალიან ცუდ დღეში, ძალიან ცუდი ადამიანების დღეში, რომლებიც დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძებენ, მაგით წვიტავენ ქვეყნის ბედს და ჩვენ ვხედავთ დაგვემხო თავზე ყველაფერი და არ გვინდა არანაირად ხმის ამოღება. მოკლედ, რას ველოდებით შენი აზრით მომავალ წელს? აი ამ წერილში ხა რო გამოაქვეყნა ცოლქმარმა, იქ წერია რომ ყველაფერი გაგრძელდეს, რაც დაიწყეს, იმას მიიყვანენ ბოლომდე, რადგან საქართველო გადაარჩინონ, ანუ რაღაცა ისევ სიგიჟის მწვერვალია. არის, მოკლედ ავხსნი მაშინ. ბიზინა ივანიშვილი დღეში ალბათ 15,000 ჯერ იტყუება თავის ტყუილებში გაიხლართა. ეს არის ელჩებთან, ეს არის მთავრობებთან, ეს არის სახელმწიფოსთან, თავისივე გუნდშიც და იმდენ ტყუილები აქვს ყველგან ნათქვამი, რომ თავის ტყუილები აღარ ახსოვს ამ ადამიანს და ამიტომ აბსოლუტურად ყველაფერს ყველგან აქვს გაფუჭებული ურთიერთობა. ეხლა ჩინელებსაც ატყუებს ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით და ჩვენ არ გამოვრიცხოთ, რომ რამოდენიმე ხანში ჩინეთის ხელისუფლებამაც პრეტენზიები წამოაყენოს. ხო და ნახეთ ну ფაქტია რომ არსად არ დაპატიშეს როგორც დღეს გამოძრეს მე ვიცნობ მაგის ძმებს ვიცნობ მაგის ძმისშვილს ვიცნობ მე ვიცნობ მაგ ადამიანებს ოღონდ იმ წამში გამოძრნენ ისეთ სისულელეებს მოგატყუებენ რომ აი ნუ რა დაგუპავენ ადამიანს რა და ვიცი ბიძინა როგორი დონის მატყუარაა კობახიძე აიღეთ და კობახიძე არის 10% ბიძინა ივანიშვილის 10% არის ტყუილებში, აი დამიჯერეთ რა და იცი როგორ არის ბიძინამ თავისივე შექმნილ ტალახში ეხა ზილავს და ცდილობს რომ ვერ დაიჯერებს არ უნდა დაჯერება ეხა როგორც აიათოლას არ უნდა დაჯერება რომ ქვეყანა თავზე ემხობა და ხვალ შეიძლება რუსეთში მოუწიოს გაქცევა ან ფიზიკურად მოკლან ის ადამიანი არც ბიძინას არ უნდა არც ბიძინას და ეკას არ უნდა იმის დაჯერება რომ ქვეყანა დაემხოთ თავზე სხვათა შორის ეხა 600 კაცი მაინც მუშაობს ანტიკორუფციულში და შოკში არიან ადამიანები რომ 600 ადამიანი ზის მუშაობს კორუფციულ თემებს იკვლევენ და თვითონ არიან გაოცებულები ჭკუიდან არიან გადასულები რომ ამდენი კორუფციული სქემა ესეთ პატარა ქვეყანაში ამდენი კორუფციული გარიგება ესეთ პატარა ქვეყანაში როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვათა შორის მე შემეძლო
საქართველოში დავრჩენილიყავი, მეცხოვრა, რაღაცა ქოცურად რომ მეაზროვნა, კოლ-ცენტრი გამეხსნა, ტენდერები მოდიოდნენ ჩემთან და აუ შენო ბიზნესთან ასოცირებული ადამიანი ხარო და კოლ-ცენტრი გავაკეთოთო და არ დაგიჭერსო, ვერ დაგიჭერსო, მე მას დაბრალდებაო მასო და ვარჩი ამერიკაში წამოსვლა და უკიდურესად ბევრი ისე ძალიან ბევრი მუშაობა რომ მე ფეხზე დავდგარიყავი, მაგრამ ნახეთ რა ხდება თუ გავიაზრებთ იმას, რომ ბიზნესს ეგეთი რაღაცები არ შეუძლია, ტვინში რომ შეუვიდეს, მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ხელისუფლება დაკარგოს. წარმოუდგენელია რუსთაველზე თანამედროვე პატრიოტი რო ეზრდება ეხლა და წარმოუდგენელია მისთვის ისიც, რომ ის პატრიოტი დღეს უფულოდ დგას აჯარიმებს ხო ხედავთ შეგროვდება ფული უხდიან ანუ ეს მოსახლეობის გაერთიანება მისთვის არის წარმოუდგენელი და იმიტომ არის წერილში აი შემდგომშიც გავაგრძელებთ რომ მართლა წარმოუდგენელია ის რომ მაგა ხელისუფლება დაკარგოს აი დამიჯერეთ აიათოლასავით ეხლა ხო უკვე დაკარგვის პირას დგას ხო ბიზირა ივანიშვილი სანამ მაგდონეზე არ დადგება ვერ დაიჯერებს მაგას ხო და რა ვიცი მომავალი გვანახებს რა იქნება და როგორ იწნება. აი სხვა შორის აი ბოლოს მინდა იცი რა კითხვა აი პაპუაშვილის წერილი რო გამოქვეყნდა ხო ველოდებოდით ახლა ვენესუელას სპეცოპერაციაზე რას დაწერდა შათირიშვილი ანუ ეკახვედელიძე თუ ვინ გამოვიდოდა ამ ასე ვთქვათ დასაგმობად და ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა პაპუაშვილმა ვენესუელის სპეცოპერაციაზე ილაპარაკა ისე რომ ამერიკა არ უხსენებია და ისევ ბრიუსელი და ევროკავშირი ლანძღა. ანუ ვენესუელის სპეცოპერაციაზე კიდევ ერთხელ ვამბობ ილაპარაკა კაცმა ისე რომ ამერიკა არ უხსენებია და დაგმო ევროკავშირი. ანუ ეს რას ნიშნავს? აი ნახეთ რა ხდება. ეხლა მე მაგალითად ბიზირა ივანიშვილი დაცვის გარეშე რომ შემხვდე სადმე. ბიზინა ივანიშვილს რაც არ უნდა უქნა და რაც არ უნდა უთხრა ხმას არ ამოიღებს სანამ მისი დაცვა არ მოვა იქამდე და ბიზინა ივანიშვილი არის ეხლა ეგეთ სიტუაციაში რომ არის ერთ დღეს როდესაც თავის თავზე გრძნობს ყველაფერს და ამიტომ ჩუმად არის და ის რა ქვია პარანოიაში არის რა და მეორე დღისით უკვე ცოტა რომ რაღაცები დაალაგდება, წამოყოფს თავს და აი რაღაცა ყოყოჩობს რა და აი მუდმივად იმაში არის, რა ქვია, დაბლამაღლა არის ბიზინა ივანიშვილის ის რა ქვია, ქმედებები რა, იმიტომ რომ განწყობა ჩადის, ამოდის რა და პირველ დღეს ანუ თავის თავზე მიიღო, გაგიჟდა, რომ აი შეიძლება მეც ეგრე მომიტაცონ, თან ურეკში ვცხოვრობ, აქ უცებ მოფრინდებიან საქართველო პატარა არის 15 წუთში შეიძლება მე მომიტაცონ რაღაცა გავიდა 2 დღე იქ რომელიღაცა არა ნახეთ რა ხდება იქ ჩინეთმა დაგმო რუსეთმა დაგმო ესე იგი მე რომ მომიტაცონ ვიღაცა მაინც დაგმობს და ანუ არა დაგმოს მაგრამ ვეფერი ვერ გააკეთა რუსეთმა რა გააკეთა ანუ რუსეთის იმედი ქონდა ვენესუელას და ჩინეთს რა გააკეთა აწაბნა პირდაპირ ცხვირწინ ააწაბნა და მეორე დღეს გადაუარა იმ შიშმა და წამოყო თავი და პირდაპირ ამერიკაზე ვთქვა რა მე არა მეშინია მოდი ევროპაზე ვიტყვი რა და რძალო შენ გეუბნები ბულოშენ გაიგეო თუ რაღაც ქართული გამოთქმა რო არის ზუსტად ეგრე იქცევა რა რომ აი ევროპაზე მინდა რაღაც მოკადე ამერიკის შიში რო გაუჩნდა ფაქტია. ბიზინა და ეკაც ხვდებიან რომ უკვე კლოუნების როლში არიან, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, არც ერთ დიქტატორს არ შეუძლია იმის დაჯერება, რომ ვიღაცა დაამხობს, ვიღაცა მას რაღაცა პრობლემა უახლოვდება. და ზუსტად ეგრე არიან ეგებიც. რას ფიქრობ, აი ბოლო კითხვა, თავარი სუსტი წერტილი მისი რა არის, მისი ფსიქიკის? რაზეც შეგვიძლია ვითამაშოთ. ქართველი ხალხი არის ყველაზე დიდი. მე მაქვს ნანახი გავრილოვის ღამეს ბიზინა ივანიშვილი როგორ ისტერიულად რეკავდა სანათესაოში, ამ მეგობრებში, რომ აი თქვენ დარჩით სახლში და აი თავის ძმას არ ეკინებდა სანათესაოში, რომ დარჩით სახლში, არ გამოხვიდეთ, ქვეყანას კარგავთ, რაღაცა რევოლუცია ხდება და ნუ აი ისტერიკა ძალიან დიდი და მე ეს ყველაფერი ნანახი მაქვს და ქართველი ხალხია ყველაზე დიდი სუსტი წერტილი.
ანუ რაც უფრო ბევრი ხალხი გამოვა, მით უფრო მეტი არა, რაოდენობას თავიდანებით იქ 150-200 ადამიანი ცუსტი წერტილი არის რუსთაველზე როდგანან. დამჯერ. ხო, რატო არის? აი სხვათა შორის რატო არის 150-200 კაცი თუ 2000 ნახეთ რა ხდება იმ ბიზნა ივანიშვილმა იცის, როგორც კი პატარა სკანდალი რომ მოხდეს, იმ 200 კაცს უკვე შემზადებული აქვს ფუნდამენტი იმისთვის, რომ 200,000 კაცი გამოვიდეს იქ ანუ რუსთაველის აქციები განსაკუთრებით იმიტომ აღიზიანებს რომ რამე მოხდეს აი ზაზა სარალიძეზე ქართველებმა ვერ ვისწავლეთ ჭკუა და დღეს მოკლული ახალგაზრდის დედა იგივენაირად იძახის რომ პროკურატურა აყალბებს საქმეს წარმოგიდგენიათ ანუ ვერც ხოცებმა ისწავლეს ჭკუა და ჩვენც დამნაშავეები ვართ იმიტომ რომ რეაგირებას ვაყოვნებთ და რეაგირება ბევრ რაღაცებზე არ აგვაქვს ხო და ბიძინა ივანიშვილის სუსტი წერტილი, მისი ფსიქიკის ყველაზე ადვილად გამომყვანი და შემყევი რამ არის ქართველი ხალხი. მეტი არავინ. კი ბატონო, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ხანგრძლივი საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ იმედია საინტერესო. დიდი მადლობა ჩემს მაყურებელს და მოკლედ ასეთი იყო ჩვენი ინტერვიუ. შევხვდებით მომავალ შაბათს.